მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი ამერიკაში, ვაშინგტონში გლობალურ სამიტზე ერთად უკეთესი მომავლისთვის სიტყვით გამოვიდა. შფოთვა, სიტყვის ვერ წარმოთქმა ან დაბნევა საჯარო გამოსვლისას არავის უყვირს, თუმცა რეალობა ეს იყო. Ever woman royalty. მოდი ვნახოთ, როგორ გააშუქეს პროპაგანდისტულმა არხებმა манипуляციურად ეს ამბავი. როგორ გააშუქა იმედმა ეს ამბავი? ჯერ ის გაგვაგებინა, რომ ბაგრატიონი სამიტში მონაწილეობას მიიღებდა. შემდეგ მისი სიტყვით გამოსვლიდან ციტატებიც გამოიტანა ქარდად. გამოფენის დათვალიერებაც კი გვანახეს. დადეს ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლის ნაწილიც, მაგრამ იცით რა ქნეს? ვიდეოს ხმა გაუციშეს. წარმოიდგინეთ, ტელევიზია ახალ ამბავს გიჩვენებს, მაგრამ მუნჯურად, უხმოდ. ქართული ოცნება ცდილობდა ეს ამბავი ექსკლუზიվ, დიდ მოვლენად წარმოეჩინა. ხა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის პირველი ლედის მოწვევით არის. ანუ საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით მიემგზავრება ვაშინგტონში, სწორად გავიგე, ხო? ეს ექსკლუზივი წინასწარ განაცხადე, მაგრამ არადა სამიც სხვა ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. თამარ ბაგრატიონი უბრალოდ ერთ-ერთი იყო. ამ ვიზიტს სიუჟეტი რუსთავიორმაც მიუძღვნა. მათ ხმა არ გაუთიშიათ, უბრალოდ მის ხმას მაქსიმალურად დაუწიეს და კარგი ქართული თარგმანი დაადეს. იგივე გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. უცხო ენაზე გამოსვლას თარგმანი კი უნდა ედებოდეს, თუმცა ამ არხების მაყურებლებმა ვერ ნახეს რეალური სურათი, როგორი იყო გამოსვლის ინგლისური ვერსია. მათ ეს ვიზიტი საზოგადოებას მხოლოდ პოზიტიური კუთხით მიაწოდეს. და რა თქმა უნდა, ბაგრატიონის გამოსვლის ორიგინალი ვერსია არც პოზიტივის ეთერში მოხვდა. ამ მედიებისთვის რეალობა მხოლოდ ისაა, რაც მათ ნარატივშია. პროპაგანდა მხოლოდ იმას გიჩვენებთ, რაც მის მიერ გამოგონილ წარმატების სურათში ჯდება. როცა მედია ხმას გითიშავს და კადრებს ფილტრავს, ის გართმევს უფლებას რეალობას საკუთარი თვალით ნახო. ახლა კი ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ მათ ოპონენტებს რომ დამართნოდათ. განა მათაც ასეთ შელამაზებულ სიუჟეტებს მიუძღვნიდნენ, თუ პირიქით, სწორედ იმ ხარვეზებს აქცევდნენ მთავარ ამბად, რომელსაც ახლა ასე საგულდაგულოდ მალავენ. და ბოლოს ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით, პროსახელისუფლებო მედიები არც ამას განახებდნენ. Think it's a Nevis, maybe a small nation, this online educational resources.